მოვამზადოთ ბადრიჯნის რულეტები ნიგვზითა და ყველით. ეს არის კლასიკური და ძალიან არომატული საზაფხულო კერძი, რომელიც სუფრას ყოველთვის ამშვენებს. ნიგვზის, ნივრისა და ყველის შიგთავსი ბადრიჯანს იდეალურად ეხამება. ბროწეულის მარცვლები კი კერძს სასიამოვნო სიმჟავესა და სადღესასწაულო იერს ძენს. აქ წარმოდგენილია საჭირო ინგრედიენტები, რომლებიც ვიდეოს აღწერაშიც დაგხვდებათ. ბადრიჯანი გარეცხეთ და დაჭერით სიგრძეზე თხელ ფირფიტებად, დაახლოებით 4-5 მმ სისქის. ფირფიტებს უხვად მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 15-20 წუთი. შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი და ქაღალდის ხელსახოცით კარგად გაამშრალეთ. ეს პროცესი დაეხმარება ბადრიჯანს, რომ შეწვისას ბევრი ზეთი არ შეიწოვო. ბადრიჯნის თითოეულ ფირფიტას ფუნჯით ორივე მხრიდან მსუბუქად გადაუსვით ზეთი. დააწყვეთ პერგამენტიან საცხობ ფირფიტაზე და გამოაწყვეთ ღუმელში 180 გრადუს ტემპერატურაზე. დაახლოებით 15 წუთი, სანამ არ დარბილდება და ოქროსფერი არ გახდება. ახლა კი მოვამზადოთ შიგთავსი. ღრმა ჯამში ერთმანეთს შეურიეთ კრემყველი, გახეხილი სულგუნი, გატარებული ნიგოზი, დაჭყლეტილი ნიორი და წვრილად დაჭრილი მწვანილი. კარგად აურიეთ, გასინჯეთ და გემოვნებით დაამატეთ მარილი და პილპილი. ფირფიტების გაციების შემდეგ თითოეულ მათგანს დაადეთ დაახლოებით 1 ჩაის კოვზის შიგთავსი. ეს შიგთავსი მოათავსეთ კიდეზე და ფრთხილად დაახვიეთ მჭიდრო რულეტად. გადაიტანეთ რულეტები ლამაზ ბრტყელ თეფშზე. ზემოდან მორთეთ ბროწეულის მარცვლებითა და ნედლი ქინძის ფოთლებით. კერძი ძალიან გემრიელია როგორც თბილი, ისე მაცივარში რამდენიმე საათით გაციების შემდეგ, როდესაც ბადრიჯანი სრულიად შეიწოვს ნივრისა და ნიგვზის არომატს.